გიორგი ახობაძის პროცესზე დღეს ბიოლოგიური ექსპერტი შორენა კვიცარიძე დაიკითხა. ახობაძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მისგან არაოფიციალურად აიღეს დნმ-ის ნიმუში იღლიებიდან და პირის ღრუდან. შემდეგ კი ეგრეთ წოდებულ ჩადებულ ნარკოტიკზე დაიტანეს. შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ექსპერტისგან ცდილობდა მიეღო ინფორმაცია, რა და რა გზითაა შესაძლებელი ამა თუ იმ ნივთზე ბიოლოგიური ნიმუშის მოხვედრა. მემაცვია ტიჯაკი, მაცვია ასევე შარვალი და შარვალში შესაძლებელია ყველა 5 წუთში მომხდარ ჩავიყო ამოვიღო ზოგადად რაღაც ზოგადად ხელი კონტაქტი მქონდეს ჩემს ჯიბისთან. გამოიცვალ თუ არა იმის არსებობას, რომ ჩემი ბიოლოგიური მასალა ამ შემთხვევაში შეიძლება თეორიულად ჩემი წინისწოდ დოფის საკითხ მაგალითად არსებობდეს ჩემს ჯიბისში. არის ეს უშუალოდ გასწრება და ისე თეორიულად ამოწმებთ ამ თეორიულ პოსტს შესაძლებელი არის და ამავდროულად გასაგებია რომ ჩვენ წარმოშობის ძეგლს ასწავლოთ. ანუ როგორ შეიძლება მოვდეს ეს დენოფილი დოკუმენტის. ანუ ორასოც გასაგებია სპინდოს ფოტოები ასოციაციებში. ამოდინარი ცეგულება მოყოლებული არის საფრთხე კოდექსის გარკვევით, იმიტომ რომ ეს პოლიცია გამტიცებს გაცილებით მეტი იმენა გამოსაკიდოს, ან მე ამტიცებს რომ კაცისე დაუკეთეს შეხება და ამოდება გადაეცა და ნეიტრალური დაესწროთ. ამას გარდა მაქვს მეგრალდება მათ წინააღმდეგ და მათ შორის მიცემული ჩვენმა სპეციალისტების სამსახურში, რომ მათ მოახერხეს ჩადება და მათ შორის მათ მოახდინეს კონკრეტულ ობიექტებზე ანალიზის შესწორება დაყალბება. ანუ ბიოლოგიური მასალის ზედატანა. შესაბამისად ეს კითხვები სპეციფიური, რომელიც ეხება ბიოლოგიური მასალის მოხვედრას მტკიცებაზე, ამაზე პასუხი კომპეტენტური აქვს მხოლოდ ექსპერტს. შესაბამისად, ამიტომ არაერთი თეორია და მეცადინეობა არ არის, აქ არის კონკრეტული პოლიციების მხრიდან ჩადებული დანაშაულებრივად გაყალბებული მტკიცებაზე დასმული კითხვები. მეორე, რომელსაც მე ვამახვილებ, გრავსვედა, რომელიც განიცემს საშუალება არ მიცვა, არც ასპორმეთმა და არც სასამართლო განჩინებებით აღმოჩნდა საშუალება გამოძიება ჩანაწერებიდან, ერთადერთი რაც შემიძლია ვკითხო ექსპერტს, რამდენად სწორია ის მტკიცება, რასაც მე ვაკეთებ. ანუ ამაზე პასუხი არ არის თეორიული, ამაზე არის პასუხი პრაქტიკული, პირდაპირ მტკიცებულებას და მის დასაშორებას. ანუ როგორ შეიძლება შემოქმედის ობიექტი არ არის და ეხლა ხანტიჭაზე ვიქცევთ, ან არ არის შემოქმედის ობიექტი. შესაძლოა დაგაცნოთ პასუხი. ეს პრობლემის საგანი რა არის ის? ანუ მართლია არ გეშობა. აქ ლაპარაკია თქვენს ცოდნაზე, რომელიც ჭირდება კონკრეტული გამომძიების ქმედების შესახასებად, კონკრეტული გამომძიების ჩვენების კეთილსინდისიერების და მისი მუშაობის კეთილსინდისიერების შესახასებად. იმიტომ სხვა საშუალება არ მოხდეს და სასამართლოზე ერთადერთი საშუალება მივიღოთ კვალიფიციური პასუხი ამაზე არის ის, რომ თქვენ ვთქვათ დნმ-ის კვალი, როგორც ბიოლოგიური ანალიზი. კონკრეტულ ნივთზე რა გარემოებებში შეიძლება მოხდეს. ავიღეთ პასტას და ჩავიდეთ ჯიბეში. აქედან ამოგვებული პასტა ანაბეჭდის სახით შეიცავს თუ არა ჩემს შედევრს. იგივე წარმოდგენით, დაწესებულებაც შეიძლება ნებისმიერი ექსპერტი დაიკითხა. ეს თუ გაიგეს ლოგიკურად სასამართლოში და პასუხი გაიგეს. განიდებას არის შეიძლება დახში შეიძლება არ ვერა. იკითხება მისი დასმის შედეგი. რაც ის იმას გასაკეთებს. ეს შემთხვევის ობიექტი არ არის. ადამიანიდან გადატანის გარდა სხვა გზა თუ არის მოხვედრის მეტი, ამას გეკითხებით ბიოლოგიური მასალისა. ანუ ზუსტად კონტაქტის არსებობს ორი გზა.
დადასტურებულია მეცნიერული კვლევები. პირდაპირი კონტაქტი, როდესაც ადამიანი პირდაპირ ეხება საგანს და კონტაქტი აქვს საგანთან და ბიოლოგიური მასალის კონტაქტი. რაც მე გავაერთიანე პასუხში და გიპასუხებ. ბიოლოგიური მასალის კონტაქტი რჩება ბირთვული დნმ-ში. დიდი ნამდვილად